როგორ ხართ მეგობრებო? გამარჯობა. წეგან ისე ძალიან კარგად ვიჯექი და ვიჩეშურდა, რომ ძალიან skinny და snatched ხარო და გადმომსვაქეთ. ამიტომ ხალხო თავის მხარეს საერთოდ იჯდეს იქ. ანუ ჩაულებრივად აქ ვუზივარ ხოლმე როგორც ნამდვილი მეგობარი და ეს მაგდებს აქეთ რომ სიმეტრია უნდა დავიცვათ და who cares? Do you care? I think they really care. ადამიანები რომლებიც ამას გვისწორებენ, მგონი I think they care. ხალხო, ჩემი იდეა არის და დავიცუზიარებ, რომ შევცვალოთ ჩვენი background და აი ეს ფერი კედელი ულამაზეს შპალერი რაც არის დავითის სახლში დავფაროთ რაღაც პლაკატებით და რაღაცა ესეთი pop culture მომენტებით რა და თქვენ რას ფიქრობთ გაგვიზიარეთ რისი დაპრინტვა შეიძლება ეს ყველაფერი რომ ავაცალოთ იმიტომ რომ ეს გიტარა ისე მაღიზიანებს ყოველთვის და რა არის the fuck is that ეს არის no ეს არის მარაო მალაიზიიდან რომელიც ძალიან მიყვარს რომელიც არის ძალიან საყვარელი მაღაზიიდან no it's not ჯერთი აი რო არიგებენ ხოლმე ფლაიერს და ეს არის მალაიზიის ისა რა ქვია ყვავილი ნაციონალური Malaysia. You have to be cultured. Somebody's calling. You should be cultured. No, რაღაც ეს რა არის ვაფშე კევის ეს არის ჩინურ ახალ წელზე რომ მომცა მეგობარმა საჩუქარი ამაში და წითელ კონვერტში. Okay, we should change it. This is my favorite one, you guys. This is really good. But the rest, I don't know. I feel like this is the most like shallowest and არაფერს არ წარმოადგენს. არ არის დიდი ისტორია ხლა ამას არა. Just like me. მე არაფერი არ მithქვამს. She said that herself, you guys. No. აუ ხალხო ძალიან ცუდად ვარ დავით მეზიზღები. Okay, whatever. We have to deal with that. It's on me. And it's აღენ ძალიან მაგარი პოზა დავამუღამე. აი ესე რომ ვიჯდა. იჯექი ეგრე. აქ მიჩანს რა. აი. თორემ კადრიდან რა გახვდა თვალით. მართლა მინდა. ანუ აი დილით ვუღებ და ხვდები რომ არ მინდა რომ გარეთ გავიდა. Stop. Okay. მე ვნახე რომ ჯიმში დაიწყე სიარული. No, ერთხელ შევიარე მარტო და იქო დასრულდა. So sorry. არ მაგეწონა? არასდროს არ მომწონს. That's how it works. არც კლასები, მე კლასებით მართლა ვერთობე. ჯერთი მივედი, უკან ადგილი არ იყო დარჩენილი, იმიტომ რომ მანდ არის დასწრებას და არასდროს არ ვეწარები და ხო ხვდები ისე რომ შედიხარ რა. ერთხელ სულ ეგრე შევდივარ, ერთხელ შემოვიდნენ პასტა და ფურცლით და კითხულობენ სიას. და მე ჩვენთან ეკრანზე არის უნდა მივუთით და რაღაც. Oh fuck you. და თან არის რა ქვია ჟურნალი რო მასწავლებლის. მაგრამ უეჭველი ჩაწერილი არ ვიყავი და ანუ რაღაც მომენტში ხო ამოლია თავისია და 1-5 კაცი გავარდიზა. არ შეიმჩნია და გავიდა. მეთქი thank you. მაგრამ ანუ თილის 8-ზე უნდა დარეკო და ჩაეწერო აპლიკაციაც კი არა აქვს რა. მე პირიქით პრობლემა იმიტომ რომ ანუ დარეკვაზეც რო იყოს მგონი უფრო მარტოდ მოახერხებდი იმიტომ რომ მიყვარს დარეკვა აქ აპლიკაციაში რო შედიხარ 26 საათის ადრე იღება კლასებში ჩაწერა მანამდე არ შეგიძლია 26 როგორი specific ძალიან specific არის ანუ თუ თქვა კლასი გაქვს 6-ზე უნდა ჩაეწერო წინა დღით 4-ზე ეს დამოღამებული მაგრამ სულ მავიწყდება რემაინდერები რო დავისვო და მე მავიწყდება და შევდივარ და 1 წამში არის სულ სავსე ხო Oh my god, you guys. რა გჭირთ? ხალხმა ჰობები უნდა იპოვოს, ისევე როგორც მე, მაგალითად ჭამა, უკარგესი ჰობია. მე მგონია რომ ფიზიკური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანი არის ნებისმიერ ადამიანის ცხოვრებაში. It's been 3 days, you guys. ეგრე გონია. მე ვაღიარებ მაინც რომ არ ვიყავი კარგ მდგომარეობაში და ანუ არ ვიყავი ფიზიკურად აქტიური გარინჩას. საღი. ხო. საღ მდგომარეობაში არ ვიყავი. ჩემი საყვარელი სიტყვა. საღ მდგომარეობაში არ ვიყავი. მაგრამ მართლა აი არ ვიგონებ ხო იცი ხალხი რომ ამბობს რომ აი you will feel so much better after you go to gym აი gym-ზე კონკრეტულად არ მაქვს მაგრამ აი ფეხით რომ ჩავდივარ და ეს ის რომ აქ shut the fuck up ერთხელ წელს ვარ ტაქსით shut the fuck up ერთხელ წელს ვარ ტაქსით ანუ იმენა 4 დღე არის და გთხოვ ნუ შეიცვალე მთელი არსება მაგრამ 4 ჯერ მისვლით რაღაც გაგიწადა იმიტომ რომ მე ეგ ეიფორია გამყვა 1 თვე შარშან so it is gonna end just so you know ხალხო ასე მთავრსავს აი ახლა მეგობრებე მომენტ დაშემ მგონი მარტო შენ იმიტომ რომ ყველა სხვა ძალიან all supportive all supportive არის კლასებიდან ვინ უნდა მოვაგდო ვიცი ჯერ ერთი დღეს დადაკვერცხის ფოტო გული ამერია მე მაგრამ შენ დაგასაფორთე და მოგწერე რომ ყაჩაღ ბეიბი მოხარშული კვერცხის იყო ოღონდ ყველაზე კარგად ხალხო თახლა დიდად უკვე არ მიყვარს იმიტომ რომ მეშინია რომ რამე არ დამემართოს მაგრამ აი ხავერდოვანი რო არის გეტყვით როგორ უნდა გააკეთოთ და აადუღოთ ჯერ წყალი აადუღებულამდე არ უნდა ჩაგდო კვერცხი
8 ადუღებს წყალს, ჩააგდებთ არ 8 წუთი ზუსტად და ყოველთვის იდეალური გამოდის. ზედად ხარ ის 8 წუთი? არა. I want to know. Timers თავ და you do your stuff. 8 წუთი რასაც ტრაფხალდა. ბარჭის ალბათ ერთ ორს. ნუ ხო, მე ზოგადად დილას ყოველდღე იოგით ვიწყებ ეგ. ყველა მიცის ყველა ჩამომეკავარ. ისე ძალიან შენი ბრენდი იქნებოდა იოგა. ანუ იყო თქო. ანუ ხალხო ერთხელ იყო გამოწვევა მქონდა house party-ზე, პირველ კურსზე ვიყავით, რომ დილის 6-ზე რომ იოგა გამაკეთებინა. იმიტომ რომ ანუ people knew რომ ანუ ძალიან მევასებოდა იოგა. ერთხელ ერჯერა და ანუ აბა ყოველ house party-ზე იოგას არ ვაკეთებდიან. ერთ ჩვენი თანებს რომელი ყოველ დილით, მე მგონი 1 წლის მანძილზე რაღაც ის ქონდა goal, რომ 6-ზე იღვიძებდა და აკეთებდა იოგას რაღაც 12 წუთი. ძალიან შორს. არა, I'm sure, აი მართლა ვერასდროს, არასდროს არ ვიზამ. იმიტომ რომ აი morning person. არ გაქვს, ხო? შენ ხარ morning person, so you might actually. მე მგონი რომ უარესი არის, იმიტომ რომ morning person ვარ და რომ ხარ და არ გიჭირს დილით ადრე ადგომა და მაინც არ აკეთებ, ეგ უარესი არ მგონია. Exactly. და შენ სხვა პრიორიტეტები გაქვს. უარესია. და კიდე არის Superman challenge გაგიგია? რაღაცა არა ადამიანური რაღაცები უნდა გააკეთო. მე ice bucket challenge-ის გარდა არაფერი. ჯერ მან დარჩა. მისი ყველა challenge. I'm still there. ანუ არ ვიცი მე ძალიან მიხარია რომ ეგრე მოვიხოდე. Oh, happy for you. მაგრამ ვიცი რა აუცილებლად დამთავრდა. I'm so sorry. ისე ხოდაშორს ძალიან კარგი არის მაგას რომ შენ უფრო მოტივირდები ხო? ძალიან. მე არ ვარ ხოდაშორის. აი ზოგი ხო არის რომ ვიღაცა რო ცუც გეტყვი შენ უფრო იხოდე. მე არ ვარ ეგ. ცუც მეტყვი პირიქით უფრო ვიგროს ამე. ხო და ძალიან კარგი მართლა კარგი მეგობარი ყავს. ერთი ჯიმის ვიდეო რო დადე, მაგასაც მოგწერა რა ვაიმე რა მაგარი არის მეთქი good for you keep going on ხო? და ლოყაზეც მაგაცა მე მგონი ხო? Good for you keep going. ციფრულად. Oh well, შეხოთაშორის მიხარია და ხალხი მაჩარებს და მეკითხება რომ აი დავითის routine გაგუზია რომ შეწეროს ვიდეო. მუშა ანუ ვიდეო გადავიღეთ უკვე მეგობრებო, მე რომ აწესო ვკავარ და ვარჯიშობ. clothing look out იმიტომ რომ competitor modes. ჩვენ ანუ სამშაბათობით დაიდება დავითის workout ვიდეოები. clothing იმგონი არის ყველა ადამიანის ტრავმა clothing-ის დროს. No me. I've never been that big. ერთხელ საგაკეთებ. აი ცხოვრებაში არ ჩამიწერია რაღაც workout routine ან რამე YouTube-ზე. მე ხედავები. ერთადერთი არის რაღაცა 2000-იანი წლების ვიდეოა მე მგონი თუ არ ვიცი, ვიღაც ხალი არის და ცეკვავს რა, თან რაღაც 1-2 და ესე დადის და მეთქი, oh geez that actually it's like a dance. Zumba უნდა სადა. ზუმბაზე ვიყავი და იცი რა მაღაზიანებს, ანუ ხომ მივედი ერთხელ ორჯერ და ეს გოგო ერთი და იგივე ცეკვავს როგორც ცეკვავდა რა, ანუ ხალხო მე შემოქმედებითობა მიყვარს. აერობიკაზეც რა დავდივარ, ერთი გოგო არის სუცვლის რა, იმენა მევასება. და ერთი არის სულ ერთი და იგივეს გვაკეთებინებს. ხო იცრებიან ეგენი დღეების მიხედვით. ანუ ეს ხალხთან მე პროფესიონალიზმს ხედავ მრავალფეროვნებაში ამ შემთხვევაში. მე ასე ვარ სანდგათახმები, იმიტომ რომ რუტინაში რო ჩამაგდო და ალბათ მაგიტო იყო რომ ტრენერი ჩემთვის არ იყო, იმიტომ რომ რუტინული რო გახდა ეგ ვარჯიშები, მაგან უფრო ან მრავალფეროვნება მიყვარს და სპინინგზე რო დავდიოდი, მაშინაც ეგრე იყო რომ ყოველთვის სხვადასხვა სეტი იყო. ხო და მე ძალიან მომწონს, აი მუსიკებიც რა სხვა არის ჩართული. აი ერთი და იგივე პლეილისტ რო რთავენ, ეგეც არ შემიძლია. ხო, ბაზარია რა. People remember. I do. მაგრამ ცხობს ეკიდათ, იმენა წიხსა ეკიდათ, აი იმიტომ რომ მან ალბათ მიზანი ქონდა სხვა. რა. To get better in shape. და შენი მიზანი იყო რომ გაერთო. შენი მიზანია რა გაუძლო. Switchy degenerate ხარ, okay? მაგრამ that's true. ხო, ძალიან booked and busy ყойრა იყო რამ ხრევ Hollywood-ში ჩვენთან. აჰა, of course. მეთქი შენ გქონდა მეთქი booked and busy ყойრა თქო? ჩემი ყველა ყойრა არის booked and busy. Keep that in mind first of all. და მეორეთ ერთი Hollywood-ში ჩვენთან თქო გეუბნები. ხალხო, იყო Golden Globes. რა შეიძლება ამასთან დაკავშირებით თქვა პირველ რიგში არის რომ ჩემი highlight-ი რატო იყო ეს ამ ყойრაში, იმიტომ რომ Nikki Glaser, ვინც იყო host-ი ამის უკვე მეორე წელი. I love her. ანუ მართლა მეოსება. ეს comedians დიდად ბევრი არ ვიცი, მაგრამ ვიღაცები ვიცი, ანუ ამერიკაში ძალიან ისეთი ინდუსტრია არის რა ეს. ხო, ძალიან მოხდელები არიან და ეს არის კომიკოსი. როგორ? კომიკოსი. ხო, კომიკოსი. ხო და
ჯერ ერთი რა მომწონს, როგორც წესი comedians ვინც არიან, ყოველთვის, ანუ რა გიმუშავებს ადამიანს ამ იუმორის გრძნობას, ხო? რაღაც კომპლექსები რაც გაქვს და როგორც იზრდები. ამიტომ არ არსებობენ ძალიან ლამაზი comedians, იმიტომ რომ როდესაც ესე ხელ ნაკოგმანები ხარ გაზრდილი, character არ გიმუშავდება და შეიძლება რომ ყველა ჩვენ topic რაც ვცხოვრობთ სილამაზეზე არ დადიოდეს. ანუ it's becoming I don't subscribe to this conversation. Okay, დამელოდე, I have a point, okay? ხო და ამიტომ ძალიან კარგი გარეგნობის comedians არ არიან, იმიტომ რომ character ეგეთ ადამიანებს როგორც წესი არ აქვს. ძალიან იშვიათი არის, აი თქვენ გარშემოც გადახედეთ, ვინც არის ძალიან ლამაზი და ძალიან კარგი personality რა ქონდა. შეიძლება კეთილი იყოს, მაგრამ აი character არ აქვს რა. და Nikki Glazer ის მომწონს, რომ ჯერ ძალიან ლამაზი და პრინცესა არ არის, მაგრამ იმენა ვიცი არის, გოგო ძალიან დანზეა, ისე მომწონს მაგისი ტანი, სახე არ აქვს ისეთი კაი, მაგრამ She looks gorgeous. That მარა კარგად ქონდა. დაფიქსი რა. ანუ ფერი იყო ფენომენალური და რაღაც volume და მოცულობა, აი თვითონ ბევრი თმა ქონდა, ალბათ დაიმატა, extensions ქონდა. For sure. მერე dresses you guys. ეს წითელი კაბარითიც გახსდა iconic. არ ვიცი. კი, ძალიან მომეწონა. ულამაზესი კაბა იყო. ჯერ ისეთი წითელი იყო, რომ ზედ დაბაკუდი ჩაულებრივად. მოგინდა? ძალიან. მერე სხვა კაბებიც რაც თვითონ ცერემონიაზე ეცვა ძალიან კაი. რაც არ მომეწონა იყო, რომ წითელ ხალიჩაზე ვარდისფერი კაბა ეცვა, არ ვიცი დაინახე თუ არა. It was not good, you guys, but რაღაცა ცუდიც უნდა გეცვას, რომ ხალხს დაანახო, რამდენად კარგი იყო ის სხვა. მე ძალიან მომეწონა მისი პერფორმანსი, ეს მუსიკალური ის რო ქონდა რა ქვია. ხანართი და Mardi Supreme. აი ძალიან კაი გოგო, I don't even know. მე ეგრე წარმომიდგენია შენ რო იმღერო, ალბათ ეგრე იმღერებდე. Really? Yeah. You wish. ცუდად არ უმღერია, norm. ანუ ახლა აქ მოგინდა რომ ობიექტური გახდა ხო? ხო და ხუმრობები ძალიან ყველაზე კარგი ხუმრობები. ძალიან კარგი ხუმრობა. ზედმეტი არსად არ მოსვლია საერთოდ, არც ნაკლები არ მოსვლია. მართლა ქალი რო არის ეთყობა, იმიტომ რომ კაცებმა ზომაწონა არიციან და too much გამოსდით ყოველთვის. ამან მენა on point. ვიღაცამ რა თქვა, იცი რას შეადარა, რატო არის Nikki Glazer მეორეჯერ რატო მოიწვიესო, იმიტომ რომ აი წარმოიდგინეო ქორწილში რომ მიდიხარო და bridesmaid რო ამბობს speech-ს ყოველთვის მომზადებული არისო, იმიტომ რომ ვიღაცამ თქვა რომ 92 ჯერ გაიმეორა თავისი opening monologue, ანუ ძალიან მომზადებული იყო რა და groomsman როც ამბობს თავის speech-ს ყოველთვის ანუ ვაფშე არ არის ეგეთი ძალიან მომზადებული და ალბათ ეგ შედარება მოიყვანა და 100% ვთანხმები. კი, მომზადებულია და ჯერ ერთი ხალხო, აი წარმოიდგინეთ რა მასშტაბებზეა საუბარი. ჯერ A-list ხალხი გიზეს, ანუ მაგაზე top ხალხი აღარ არსებობს. სადაც არა. No, honey. C. Yeah, I think C. ჩვენთან ერთად C. ხო და ანუ ჯერ კაი მე ხალხი იმენა ციხზე დაიკიდა. მაგრამ ამდენი მილიონი ადამიანი ყველა ქვეყნის მასშტაბით. წარმოიდგინე, აქ რაღაც გადაცემა მიყავდეს და 100,000 კინკილა ადამიანი გიყურებს, იქვე ჩავი სამშიშისგან და მთელი მსოფლიო რა გიყურებს რა. ანუ მაგანკალებს და გოგო, აი ერთი სიტყვა იყო მთელ მონოლოგში, რაზეც ოდნავ რაღაც შეარყია, თორე ვაფშე არაფერზე არ გაჩერებულა რა. ერთი სიტყვა. მე ძალიან მომეწონა ის Leonardo DiCaprio-ს ხუმრობები. ძალიან კაი ხუმრობა იყო. მიაჯვა კი. მიეჯა Tesla და Leonardo DiCaprio ხალხო, ის ვიდეო ნახე ვიღაცას რო ელაპარაკება და გონი ამას ელაპარაკებოდა. თან gay vibe არ ქონდა? ხო, zesty. What was that? ანუ რაღაც მიმიკები, ჟესტიკულაცია. It was weird. Oh, he's comfortable. I don't know. იმენა Leonardo DiCaprio-ს hype-ს ვერასდროს ვერ ვიგებდი, ვერასდროს ვერ გავიგებ, რა გჭირთ ხალხო არ ვიცი. ჯერ ერთი უკვე დაბერდა და მოდი მივაშვათ შენ მარტო მაგი და მე მეორე, აი ძალიან ლამაზი კაცი იყო და ვინ არ გვეყვარს ჩვენ ლამაზი კაცები. ანუ გოგოები უნდა იყვნენ ულამაზესები და შენი მოსაწონი გოგო ჯერ არ დაბადებულა ამ სოფლიოზე. No honey, shut the fuck up. გოგოები ულამაზესები არ უნდა იყვნენ, გოგოს უნდა ქონდეს ქარიზმა და აი რაღაც სექსი. თორე Margot Robbie ძალიან ლამაზია on a paper, მე ვაფშე არ მომწონს, იმიტომ რომ აი ამ რაღაც Reese ვერ ხედავ ხდები? ხო და ამიტომ მაგას ნუიძახი, მე საერთოდ არ ვარ რომ სილამაზეზე ვიყო ჩაჭერილ, ჩაბჟირებული, უბრალოდ ობიექტურად ვაფასებ, რომ ვიღაც არის ლამაზი თუ არა. ობიექტურად ვერ შეაფასებ.
ჩემთვის ობიექტური, შეიძლება სუბიექტური. მაგას სიტყვას definition არის ეგ სუბიექტური. ჩემთვის ობიექტური მაქსიმალურად ობიექტურობის ფარგლებში სუბიექტურად ვაფასებ. Fuck you. ხოდა მე მევასება სექსუალური ქალები, ამიტომ ცილს ნუმწამებ. ხოდა ლეონარდო დიკაპრიო არასდროს მომწონდა. ხო. ანუ ის გოგო მეწოდება, რა ქვია ხა ვინც მაგასთან არის? Nobody's keeping track at this point. ძალიან ცნობილი მოდელია. ის გოგო 30-ის გახდა ხო თქვენი კი გლეიზერმა ხუმრობაში. You don't even listen to her. არა, ხო, მე მეგონა პროსტა ჯოუკი იყო, რომ ანუ 25 არის მაგის ის რა ქვია. ჯოუკში იყო, რომ ნიკი ამბობს, რომ შენზე არაფერი არ ვიცითო, ძალიან დახურული ხარ რა და მაგიტომ იწევს ერთ-ერთი რაღაცაზე ხუმრობა, ხო? ხო და ჯერ ძალიან კაი იყო, მე ვფიქრა, top, მაგრამ მართლა არაფერი არ ვიცით. Not that I care, მაგრამ You kind of care. No, I do not. მაგისტე Jennifer Lawrence-ის actors and actors. ხო არის ინტერვიუ და მაგასაც არ უყურე, მიუხედავად იმისა, რომ Jennifer Lawrence-ი მიყვარს, იმიტომ რომ Leonardo DiCaprio-ს ატანა არ მაგ. Jennifer Lawrence-მა ისე არის ეპიზოდი, ისეთი სასაცილო იყო. მაგრამ ხო და სამყარო მაგის გამო. ცუდა შემოუტრიალა და ისეთი კაბა ჩააცვას. ეგ ხო. Jennifer Lawrence is ვიღაცა ლაპარაკობდა მაგას და ვეთანხმებოდი, იმიტომ რომ street style ბოლო პერიოდია ისე გაუმჯობესა ამ თავისმა სტილისტმა. და ზოგადად ხალხო ერთი რაღაც უნდა გაითვალისწინოთ, რომ მსახიობი ან ეს ცნობილი ადამიანი red carpet-ზე რო გადის და მაგათ looks რო გამსჯით ეგ არ ნიშნავს, რომ ანუ მაგას აქ ეგეთი გამოვნება. კი შეიძლება რაღაც მომენტში რომ თვითონაც გადაწყვიტოს, აი, ხოდა ეს არ მინდა, მაგრამ უმეტესწილად სტილისტის ბრალი არის ყველაფერი. ან დამსახურება. სტილისტის ბრალი არის, მაგრამ თვითონ ამბობს კისან არას საბოლოოდ. თვითონ ანუ Jennifer Lawrence იმის გამო რომ კარგი მსახიობი არ ნიშნავს, რომ ყველაზე გემოვნებიანი ადამიანია თასოპლიაში. მაგას ვამბობთ, რომ უგემოვნოა მაგას გამში. ხო და მაგრამ შენ არ იცი რომ ხა იმაზე კითხვა თუ არა თქვა. ანუ მაშინ კიდია. არა რო ეთქვა, არ ეცმევა და. No honey, it's all about that. ზუსტად ეგ განსაზღვრავს რაზე თქვი კი და რაზე არა. ის კი არა რომ შენ მაღაზიაში რა დაინახე და რა მოგეწონა. პროსტა მილიონი ყველაფერზე რო გაქვს access, როგორც ლისას, ეხა Golden Globes-ზე რა ეცვა იმენა. საოცრება. I didn't like it. ძალიან ლამაზი იყო. ძალიან ცუდი იყო და ანუ ყველაფერზე access გაქვს და შენ რაღაც ამბობ კი ის. მაგრამ არ ხდება ეგრე. დამერწმუნა და გეტყვი რომ არ ხდება ეგრე. უმეტესწილად Trust me, I've been there, done that. უმეტესწილად მსახიობებს იმის ენერგიაც არ აქვს, რომ რამე არჩიოს. ანუ შენ ეგ ადარდებს ადამიანს. Are you fucking kidding me? Kim K იმის ენერგია აქვს. Kim K ვის ადარებ? Kim K არ არის მსახიობი. საშუალო სტატისტიკურ მსახიობს. ბაზარი არ არის, არ უნდა შევადარო ქალ ღმერთი, მაგრამ შედარებ. Jennifer Lawrence-ის acting skills ადარებ Kim K-ის. It's not about acting. მე მაგას ვამბობ, რომ გოგოს რომელიც სამ ფილმს იღებს წელიწადში და ადამიანი რომელიც მე არ ვამბობ Kim K დატვირთული არ არის. შენ ამბობ, რომ Jennifer Lawrence და ეგ ტიპები ისეთი დატვირთულები არიან, რომ თავს ვერ წავენ. და პრიორიტეტი ხა Kim K-ისთვის, Kim K-ის მთლიანი reality TV-ს ყველაფერს. მე თუ Jennifer Lawrence. არა, მე რას ვამბობ, Kim K-ის მთლიანი personality აწყებული არის მაგის look-ზე. magis identity შეიცვალა სამჯერ, იმიტომ რომ სტილისტები შეცვალა. ხო და შენ ნახე როგორ იცმევდა Kim K ადრე. ჩვენ უფლება რომ შევაფასოთ ვიღაცის სტილი, ანუ მე Jennifer Lawrence ვაფშე არ გესმის მე რას ვამბობ. სამსახიობო მონაცემებს არ ვაფასებ არანაირად. მე ვამბობ Jennifer Lawrence-ის გემოვნება ანუ არ განისაზღვრება იმით თუ როგორ გამოდის red carpet-ზე. ზუსტად მაგით განისაზღვრება. დავით, შენ რაღაც არ გესმის. ანუ შენ რაღაც გამოხვიდა ეხა წითელ ხალიჩაზე. შენზე არაფერს არ ამბობს ეგ. შენ შეიძლება ეხა არ ხარ ისეთი A-list და რაც შემოგთავაზე შეიძლება დათანხმდე, მაგრამ აი ყველა მოდის სახთა რომ შეგელია ითანამშრომლო და შენ რაღაც სიროპას არირჩევ, ხო? ხო, მაგრამ ეგრე It says a lot about you. ეგრე არ არის, ანუ მნიშვნელობა არ აქვს რომ მოდის ნებისმიერ მოდის სახთა შეგელია ითანამშრომლო და ძალიან კარგად ჩაიცვა, ან ძალიან ცუდად ჩაიცვა. ყველაფერი დამოკიდებულია მეტნაკლებად სტილისტზე. რაღაც ყუდიაჩი შევდივართ. სტილისტზე არის დამოკიდებული. არა, მე ვარ მართალი. სტილისტზე არის დამოკიდებული, მითხარი არის სტილისტზე. სტილისტზე არის დამოკიდებული, რომ ჯერ ერთი სტილისტთან მიწებებული არ ხარ, თუ არ მოგწონს გააჯმევინებ. მეორე. სტილისტი შემოგთავაზებს ძრავი უთხარი ეს არ მომწონს და ანუ შენი აზრით რამდენი არ მომწონს აქ Paris Hilton-ს ნათქვამი ცხოვრებაში? მილიარდი. ხო, მაგრამ Paris Hilton-ი და ვთქვათ, თუნდაც ის რა იყო, რა ქვია. ხო, ანუ იქ დავდივართ, რომ იმის სტილი უკეთესია და იმის არა, ანუ ამაზე შევთანხმდეთ. თორე I don't know. მე მგონია რომ ყავს ანკა. მე ვამბობ, შეიძლება მე არ მომეწონა Jennifer Lawrence-ის კაბა. მართლა არ მომეწონა. თუ მგონია რომ რაღაც ძალიან ისეთი აი ბალკანებში რო prom dress რო იყო 2015-ში რაღაც ეგეთი vibe იქონდა, მაგრამ გამოთვალისწინებისა team და всё.
გამოცვალა გოგო როგორ სულად იცმევდა ადრე ორი სულად ვარიანტია იცმევდა სვეჩი და მე როგორი კარგი თესლის ქონდა ანუ ვიღაცას ენდო ნორმალურს და ეხლა ალბათ არ ენდო და თავისი გაიტანა that's the only explanation მაგრამ we'll never know მაგრამ მე მგონია most of the time მე გავიგებ იმიტომ რომ ჩემი დაქალი იქნება შვილები რო ყავს ვაფშე ვარ ვჭერ ფაი მე არ შვილები ყავს ები დაჟე მგონი ხო ხადა ვაფშე არ არის გოგო ვაფშე არ არის გოგო რა დედა არის სვეჩი no mother არის მარა დედა არ მგონი Well, კიდე ვინ მომეწონა კიდე highlight-ი რაც იყო ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი რო ერთად ნუ ეგრო იმას რა ეწერა Oh my god, you got scammed again. რატო? Fake იყო? Fake იყო. ანუ ძალიან კაი მომენტი კი გააკეთა ვიღაცამ ხალხო, ვითომ ეწერა იქ რა ქვია მაგებს? Name cards. Name cards-ზე Kylie Jenner შალამე. და ვითომ ესენი იცინიან ამას რო ყურებენ, მაგრამ თურმე fake ყოფილა. That's so sad. მე მგონია რომ ეგრე არ დადროპავდა Kylie Jenner თავის იმას engagements. მაგრამ ხალხო I think they're very cute together. მაგრამ გონია რომ იმენ სოციალური ექსპერიმენტი არის. ვერ ვიცი დღემდე ვერ ვიჯერებ ერთად არიან. მართლა არ ხვდებიან ერთმანეთს, what can I say? აი Kylie-ისთვის მე მინდა ვიღაც უფრო ისეთი. ანუ ის თაიგაც არასდროს არ მომწონდა და არც Travis Scott-ი არ არიან Kylie-ის. რაც ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავიდა. მე ძალიან მომეწონა Tiana Taylor. Yeah, it was iconic. და imagine ეგ კაბა რო იყოს მუქი წითელი. ბურგუნდისფერი. ამას ოღონდ ბურგუნდის პროჩე აკერინე რამე. Ariana Grande-ს კაბა ძალიან მომეწონა Vivienne Westwood-ით. მე არ მომეწონა, ძალიან შავი იყო და ძალიან სიშავე. არ ვიცი, აი ძალიან ბევრი იყო შავისთვის ხდები. მე ის ნახე ამბობენ რომ Wicked Tour დამთავრდა და დაუბრუნდა საკუთარ თავზე და კანიც რო ჩაუმუქდა უკვე თმების რო გადაიღება. ერთი ძალიან მომწონს რომ თმები აღარ აქვს ქერა. შარ ხდებოდა ჩემი აზრით. შარ ხდებოდა. Selena Gomez-ი. Chanel. Selena Gomez-ი ხალხო I don't know რაღაც it's not giving ანუ Chanel-ი რო ესეთი არჩიო რომ არ იყოს sophisticated enough it's difficult მე მგონია რომ ძალიან კარგად გამოიყურება fuck you მართლა არანაირად და სახე რო ქონდა ერთი პერიოდი ძალიან შეშუპებული ახლა მგონია რომ ძალიან დაუცხრა იმენა you cannot get over that არა მაგრამ სერიოზულად ქონდა წარეთ ქონდა შეშუპებული ხალხო ამალა კლუნი ამალ კლუნი ამალ არ ქვია არა ამალ კლუნი ეს ხო დაშორდა ჯორჯ კლუნის მერე და she's still there ანუ აი ეს bitch მინდა ვიყო ეგვიპტეში რო ვაგვარებდა რაღაც ეროვნული დონის პრობლემებს და კონფლიქტებს და მე მივდიოდე და Golden Globes-ზე ვიყო Why the fuck not Exactly. I'm obsessed with Best her. of both worlds როგორც იტყოდნენ. ძალიან კაი გოგჩო არის. კაი Jennifer Lawrence ეცვა Givenchy. Wow. Did you know that? მართლა ძალიან ცუდია რა. ძალიან ცუდია. იცი რას მახსენებს? ერთი Met Gala-ზე ეცვა Beyoncé-ს რაღაც ესეთი და იმის რაღაც Shein-ის ვერსიას და პლუს Kendall Jenner-ს რო უდევს ფოტო. რაღაც მაქმანებიანი თეთრი კაბა რო აცვია, ძირს რო წავს და გულები რო არის თმით დახატული. Okay. It was giving that, but the cheaper version. ტანზე ძალიან კარგად არის. ანუ ისე ძალიან გამხდარია, ვაუ. ხო. მაგრამ არა იმენე ძალიან ცუდი კაბა არის. აი თან აქ რო აი ასე ჩაჭრილი სავით არის რაღაც ანუ makes no sense. It's really bad. მაგრამ თმა მომწონს ასე. თმა კარგია, მაკიაჟიც ძალიან კარგად არის. კაი ხანია ესე კარგ ტანზე არ ყოფილა. შეიძლება რისკი მის მასტერისმა რაღაც რისკზე წავიდნენ და ტიმოთი შალამეს რამდენს უხდის Timberland-ი, იმიტომ რომ ყველა დაჯილდოებაზე Timberland-ები აცვია, წინაზე ეცვა სტაფილოსფერი. ეგ ხომ მაგის რეპერაში არის და ალბათ მაგაში ჯდება. აი მე ლაკნ, აი ტიმოთი შალამე რეპერაში ვერ წავა. ისეთი ჩაკალელი არის, რომ ცუც სიტყვებს ამბობ შენი აზრით. შენ ტიმოთი შალამეს მგონი როგორი წარმოდგენა გაქვს დარჩენილი ცე Charlie შოკოლადის ქარხანაში სადაც არ ყოფილა ეს ბიჭი, მაგრამ ჩემ წარმოდგენაში არის. პირიქით იყო? თუ არის და გიგონა რომ როგორ ფაიმერ ხო chronicle liar ხარ. მართლა. ეგ ეგ 4 სესიაში ვერ მოასწრო ფსიქოლოგმა რომ ეთქვა შენთვის. არა და იმენა არასდროს ვიტყუები, I swear. Gaslighter and a liar. Jenna Ortega ძალიან ლამაზი. ვინმე თურქია? თურქული გვარია.
დილარა სიგიჟემდე მომწონს ყველაფერი ჩარლის აცმევდა ძალიან ხშირად და ეს ძალიან თესლებას ხო მაგრამ ხალხო გავიგე და შეიძლება ისე მონოგონი ჭორი არის და მე დავიჯერე რომ არისო Turkish she's Turkish რომ არის ფაშისტი Okay, that's weird. That is extremely weird. I swear to God, პირველად მესმის დილარა ფინდი ყოღლუ, მაგრამ I'm obsessed with her already. ძალიან მომწონს. მაგრამ მგონია რომ არ სუნთქავს ეს გოგო, აი შეისუნთქა და გაჩერდა. ხვდები? აი იმენა ეგ არა? კი, მაგრამ რამოდენიმე მაგრამ მთელი ღამე რო დაჭდება როგორ მაინტერესებს ეს კაბა როგორ გამოგორა. რა უჩანს? მე უოჭლი ხო აიკეცება, ჩაიკეცება. ალბათ ამით არ ჯდებიან მე მგონი. წვანან ხოლმე ვანში რომ მიდიან. არა ხო, მაგრამ თვითონ Golden Globes-ზე ხო ჯდები მაგიდასთან. თუ იქაც წვევი. წითელ ხალიჩაზე რაც კაცია იმით ხარ ხო იქაც ხო? წით ნახე აგიხსენ ხარ როგორ არის? Okay, fuck you. აგადიხარ და მე შედიხარ. Okay, fuck you. Kate Hudson. ეს კაბა is giving 40 something. It's giving 2000-იანები. ხა. და მომწონს. No, I don't like it. ანუ ძალიან ლამაზია, ამას ძალიან უხდება. უბრალოდ ჩემზე არ მომეწონებოდა, იმიტომ რომ ცოტა ისეთია. ასაკოვანი ქალის თითქოს. ეს გოგო გიჟდება დასაიზაიან. ხო, მაგრამ ისე ჩადის. სად არის ეს გოგო? საშუალო სტატისტიკური საბურთალოელი გოგო მაღაზიაში. აი ამ ვიძე ჩადის. და მე კაფეში. სადღებობს ეს გოგო მონაწილეობას აბა თუ იცი. ნახე მაგ. I swear to God, არ ვიცი. I love LA. ანა დე არმასი იყო ძალიან ლამაზად. ხალხო, ანა დე არმასი ძალიან მომწონს ორი მიზეზის გამო. ერთი, she's a tourist. მეორე, her name is Anna. მესამე, she's a Oh my God, too many reasons. Also, მრგვალი სახე აქვს ჩემსავით. მეხუთე, you want to be her. Yeah, I want to be her so bad. მე რო skinny. იმენა დავამწყა. Skinny მწვანე თვალებით. What else do I need? That's it. Pstis თვალები. Pstis. ძალიან კაი გოგო, შენ მოგწონს? ძალიან. სხვათა შორის კაცებს თურმე ძალიან ევასებად და გული ამერია, ეს მინდა რომ შეწყდეს. ანუ ბახსენე სადღაც კაცების გარემოცვაში და კი ოიგო ძალიან მაგარი. მეთქი, what? Shut the fuck up. დაე მოგწონდეს მარგო რობი, იმიტომ რომ მარგო რობი ცხევასებად კაცებს. No, I'm not. მე ძალიან მომეწონა ანა რო იყო SNL-ზე. How was that? She was hosting it. That is it. წელს? არა, წინა წელს. შეიძლება იმის წინა წელს. Okay, I don't remember. რომელ ფილმში ღებულობდა მონაწილეობას? ძალიან ბევრში რომელი გაიგო. Marvel რომელიღაც მაგის ფილმი გამოვიდა. Marvel-ს არ უყურებ ხო იცი? მაგრამ მან ღებულობს მონაწილეობას. კი. მას ეს Scarlett Johansson-ს გვიჟდები და არ მაქვს ნანახი. არა და რამდენი ფული გააკეთა ღმერთო ფალო. Marvel-ში ერთხელაც რომ ჩამაგდო. მე ძალიან ბევრ ფულს აკეთებენ. Gal Gadot ვინმე სადმე უნახავს? ვინ? Gal Gadot. მე არ ვიცი ვინ არის. არის ვინ არის? I don't care about her. მართლა არის ვინ არის? არა, უბრალოდ I really don't give a fuck about her. ჯერ 30 აპრილს არის დაბადებული, ისევ როგორც მე. Not a flags. It's a flags. ყველა რობით ვინც კი შენ დღეს არის დაბადებული? ვიცი თქვა შველო ვიცი. მე მგონი რომ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მსახიობი არის, რაც აი მართლა არ მაქვს ნანახი. ვაიმე, ანა დე არმასიც 30 აპრილს ყოფილა ის აღარ მახსოვდა. პრესტატორს კი არა 30 აპრილს. We're the same people, you guys. რეინკარნაცია ხარ. ცოცხალი ადამიანი. ცოცხალი ადამიანის რეინკარნაცია. ვაიმე, არა, იცი ვინ ხარ შენ? Ariana Grande's როგორც impersonator. ვიღაც გოგო დამოვიწყდა ხალხო დღეს შევხვდა. I wish. დღეს შევხვდა TikTok-ი, რა ძალიან ცუდი ხუმრობა არის და you should never joke about like eating disorders, მაგრამ ამბობდა რომ ეს ტიპი ამბობდა რომ Ariana Grande უფრო სუსტება რომ ეს გოგო ვერ დაეწიოს. მეც ნახე. ინტერესე ჯოლაინსო თუ რაღაცას ვერ გამეიყვანა, ხო? განეიდადაც არ ნადა. ანუ ეს ვეტერანი არის, იდი ვეტერანი არის. და კომენტარებში წერდნენ, რაც ჩვენ აქ ვახსენეთ უკვე რომ Tumblr page კონდა dedicated to that. მიყვარს. Not okay. It is okay. Selena Gomez იყო თავის ქმართან Benny Blanco-სთან ერთად და ხალხი იწახის რომ Selena არისო ორსულა და იმიტომ რომ ცოტა დიდი მუცელი უჩანდა და ხალხა ჩვენ ვისაც გვიჩანს ცოტა დიდი მუცელი არ ნიშნავს რომ ვართ ორსულა. უბრალოდ გვაქვს eating disorder and გვყავს ჭამა. Wow, binge eating-ები გვაქვს? Yeah. Binge eating-ობის მეშინია. გადავაშვ უკვე 2 დღეა და მაგითა
ახლა გამახსენდა ხალხო ჩემი საჩუქარი ისევ არ მოუტანია შემახსენა სანამ ჩავწორდეთ ისევ ეპიზოდს მე კვირებს ითვლით ის რამდენი კვირა გავიდა ჩემი დაბადების დღისგან ანუ ეხლა ნახე რა პრობლემა შეიქმნა ერთი რომ მე გავაჭია ნურე გამოწერა ერთი თვით მე ერთი თვე ჩამოქონდა ინექს და ეხლა გამოტანა მიჭერს იმიტომ რომ მეზარება ოდნავ I gave you a different treatment do not expect the same this year give it to me oh იცი კიდე არაფერს რა დაჯილდოებები მოდის კიდე ხო red carpet season გაიხსნა Met Gala-ს ველოდებით ველით ანუ Met Gala ძალიან ხელით ნათი თხნი დაჯილდოება არის ამიტომ დიდად არ მომწონს იმიტომ რომ აი დაჯილდოება არ არის ხო ცერემონია იმიტომ რომ დაჯილდოება არ არის და ვიღაცა რო არ იმარჯვებს და ვიღაცა რო არ აგებს მან გამარჯობა გამარჯობა რო აი red carpet-ზე რაღაცია მან წავიდა ბოლომდე უკვე შენი ბრალი არის თუ სუდად ხარ მაგრამ მან თლიანი whole purpose არის როგორ გამოიყურებდა Golden Globe-ში ალბათ ნიჭი ფასდება მაგრამ ბოლო პერიოდია вообще ერთამე მინდა განვიხილოთ ვინ რა მოიგო და ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები best motion picture musical or comedy მოიგო One Battle After Another 100% დამსახურებულად იმიტომ რომ მე თუ თქვი რომ ძალიან კარგი არის და 5 ვარს კლავ დავწერე ესე იგი იასნია რომ და მოიგო იმენ არაფერი არ მაგდა ნახე ამიტომ ვერ One Battle After Another არ გქნა ნახე რამდენი I'm sorry best motion picture animated იყო K-pop Demon Hunters და არავის არ უყვირს იმიტომ რომ გონდა ჟანეტს ვღეროდა მაგ სიმღერას Which one როგორ არის It might be you baby შეიძლება შენ ვარ ვყარე ეგეც არის და ასევე adolescence-მა იმდენი დაჯილდოება მოიგო ანუ ცადე მაგის ყურება მე არ დამიწყდა ვერ წამინდა და რაღაც intense იყო და ძალიან ამბები ხო და მეთქი I cannot deal with that shit და ჩავერთე ჩემი თურქული სერიალი That's how it works რომელსაც არც ერთი ჯილდო არ მიიღო Golden Globes მან დააქვს თურქეთში ეგეთი დაჯილდოებები რაღაც დაჯილდოებები აქვს by the way wow ინდუსტრია არის მთელი ხვდები wow It's a big thing you guys აუხსანი გეხვეწები ჩვენ მაყურებელს როგორ იღებენ თურქულ სერიალს იმიტომ რომ მე რომ მითხარი ჩვეულებრივად გამოვშტერდი ხო ანუ თუ არიცით მეც არ ვიცოდი სანამ ამ სერიალზე არ ჩავაჭირე Netflix-ი ხო არის რომ იღებს ეხა დოფო ჯინი და ჯორჯიას რაღაც შემდეგ სეზონს და გამოვა 4 წელში სადღაც კანადაში არიან ძირითადად რაღაც 6 თვე გულაობენ იღებენ 8 სერიას არ ვიცი ან 6 თვის მანძილზე აქ ეხლა რასაც იღებენ აი დღეს რასაც იღებენ გავა იქით ორშაბათს ანუ ამ ორშაბათს არ გავა, მაგრამ იქით, ანუ დაახლოებით 6 დღე აქვს ხოლმე წინსწრება გადაღებისას. და აი რაღაცა რეიტინგებზე არის თურქეთში თურმე ისეთი ჩაჭერა, ხალხო ყველა შესცქერის რიცხვებს რა, რომ გამოდის სერია, მეორე დილით ვეიდება რეიტინგი, რა რეიტინგი დადო. თუ ოდნავ დაწეული არის, ეგრევე სცენარი იცვლება, რაღაც დაჟე რეჟისორებს ცვლიან, სცენარისტებს ცვლიან, მთელი ეგამები არის, რომ აი რა პონჩი დავარ და ძალიან სტრესული არის. მე იმენა ჭკუიდან შევიშლებოდი და აქ რაღაც მილიარდი ჩაიდება თითო სერიალზე Netflix-ზე. გამართლებს? აი, დავამტკიცოთ მეორე სეზონი არა. არ გამართლებს, დავამტკიცოთ მეორე სეზონი. გამართლებს, დავხუროთ, იმიტომ რომ Society ისე მიყვარდა ეგ სერიალი, ხალხო აი ვერ აღწერ ისე მიყვარდა ეგ სერიალი და ანუ მეორე სეზონი რო არ გამოუშვეს დღემდე არ ვპატიებ Netflix და მაგიტო არის რომ I will never use it. ხა ძალიან ხშირად გამიგემი არ მაქვს ნახი, მაგრამ რა პონჩი არ დაამტკიცეს. არ ვიცი, ნახვები ქონდა ძალიან კარგი, რეიტინგი ქონდა ძალიან კარგი, plot იყო ძალიან საინტერესო, მით უმეტეს მაშინ როდესაც ეს ძალიან მოდაში იყო ეგეთი ტიპის სერიალები რა, ანუ ეს რაღაც small town, something paranormal is happening, მიხდი ანუ გიჟდებოდა მთელი სამყარო, ეგეთ რაღაცებს Vampire Diaries აიღე, Circuit Circle, ვისაც გახსოვთ. Pretty Little Liars. ხო, Pretty Little Liars, ანუ ეგ მაგ ჟანრაში ჯდებოდა, და ცოტა თანამედროვე იყო. და მგონი COVID დაემთხვა ეგ ყველაფერი და ვფიქრობ, მაგას ხო, მაგის გამო ხო არ მოხდა მეთქი. Okay. It might be that. არის მე ძალიან განვიცდი. ძალიან კარგი იყო. მე კრიტერიუმები აქვს. ერთი რომ აი საერთო ჯამში რამდენად პოპულარულია სერიალი ყველა კატეგორიის ხალხში. მე ცალკე კატეგორია აქვს. ფულიანი ხალხის რა, იმენა ABC+ თუ რაღაც ქვია რა, ვინც ფულს იხდის. და იმ კატეგორიაში თუ უფრო პოპულარულია შენი სერიალი, იქ რეკლამები უფრო ძვირია, იმიტომ რომ ისეთი ხალხი უყურებს, ვინც შენ პროდუქტს იყიდის უფრო რა. ჩვეულებრივი საკიშეთი არის ხალხო, წარმოიდგინე. ეგ კიდე კაი გათვლა არის და ეგ მომწონს რა, ეგ არის marketing. ხო, მაგრამ იდება ესე საჯაროდ. მაგრამ საჯაროდ იდება. ხო, ყველაფერი იდება მეორე დილას. დღეს შევედი მეც I'm one of them, მეთქი გუშინ რო ჩემი სერიალი დაიწერა რეიტინგით იყო და რაღაცა
it's crazy. მე კვირის ბოლოს იდება ყველა სერიალი ვაფშე, ვინ რომელ ადგილზე გავიდა. საერთოდ ოფიციალური ვიღაცა ხო, იმენა, ანუ ის კი არ არის მოყვარულები დებენ და რაღაც. ხო. ამერიკაში ეგრე არის reality TV-vis ვინც უყურებს აკეთებენ ეგეთ სტატისტიკებს და რაღაცას. წარმოგიდგენია ეგეთი ინტენსივობით რომ მუშაობ რა, ანუ და თქვა აი ძალიან თუ ჩაფლავდო თქვა ერთი სერიალში დაიხურა სერიალი. დაიხურა 5 სერიალზე, ჩაულებრად იხურა, რაღაც სერიალი იყო, მე 5 სერიალზე დახურეს ვაფშე, იმიტომ რომ არ იყო. თან ძალიან A-list, Turkish A-list ხალხი თამაშობდა და ძალიან გამიხვერდა. ხალხს როგორ იღებენ ანუ აი ძალიან მაინტერესებს ფულს რამდენს იღებენ, ეგ არ ვიცი. მე მგონი რომ ძალიან ბევრს. ის გოგო ვაჭველი ძალიან ბევრს. სოჩი ხა? ჰა. თუ კარგი რეიტინგები აქვს და 16 მილიონი ადამიანი, ანუ ეს რეიტინგი რო იდება, it's based on რაოდენობა, რამდენი უყურებდა ლაივში იმ არხზე რა. ანუ YouTube-ზე, ჩემნაირები რუსულ რაღაცებზე ეგ არა. ანუ აი ზუსტად 16 მილიონი უყურებს ლაივში. ანუ წარმოგიდგენია? აი საგიჟეთი არის. ჩაულებრად საგიჟეთი არის და მაშინებს ეს ყველაფერი. But it's interesting. Right. სახიობი რო ვიყო, იმენა ღამე ვერ დავიძინებდი ხოლმე და სცენარისტი და რეჟისორი რო ვიყო ხო ვაფშე. Well. კარაჩა, რასაც ვუყურეთ მე და დავითმა, which is weird, იმიტომ რომ დავითი არასდროს არ უყურებს პოდკასტებს დიდად, არის Kendall Jenner-ის პოდკასტი. ეს ამ სანამ მაგაზე გადავალთ. კიდე ერთი ისე საყვალად მითხარი, რომ აი არ ვიცი. რაზეც კიდე იმაზე ვლაპარაკობ. ზუსტად. Tell me. ეგეთი დამოკიდებულება მინდა შენგან. Okay, baby. You're gorgeous, you're pretty. ასე ვლაპარაკობთ. კიდევ ერთი ნომინაცია სხვა შორის Golden Globe-ში იყო Best Podcast. Runner-ups და ხომა გაიმარჯვა. Runner-ups ვიყავით. გაქნანახე? კი როგორ არა, Good Hang. ჰა. Good Hang უყურებ. მართლა? კი ძალიან, Emmy Poehler. ჩემო გოგჩომ. Parks and Recreation ნახე, გაგ. არა. რა გაქნანახე Emmy Poehler-ის? პოდკასტი? და შენი გოგჩორი უწევ ხო? I'm so sorry, she's yours. Take her. ძალიან მიყვარს Emmy Poehler. ძალიან საყვარელია. რაღაც აი ქართველი ქალი. Call her daddy იყო და მაგას არ ბალანსიკავდი. ანუ არ არის ჩემი ფავორიტი პოდკასტი. Such a lie. No, she's not my favorite girly. ანუ Alex Cooper-ი არის ძალიან აი მგონია რომ არ არის კაი ადამიანი და სახეს გადაგაჭამსა და ეგეთი ხალხი არ მიყვარს. რატო გონია ეგრე? არ ვიცი, აი გაქანების. ეგეთი გაქანების რო არ იყო number 1 ვერ იქნები ჯერ ერთი. ვინც კი სადმე არის number 1? ანუ აქვს რაღაც ეგეთი სახე ხდები, იმიტომ რომ ანუ Golden Globe-ზე არა მაგ ინდუსტრიაში. ხოვრებაში? ხო ხტები რას ვამბობ? აი შენ რო იყო ძალიან წარმატებული, იმიტომ რომ შეიძლება იყო ძალიან humble, ძალიან საყვარელი ადამიანი და რაღაც ტოპ-1-ში გახვიდა, მაგრამ აი ტოპ 2-შიც რო ხარ უკვე, ესე იგი ხარ ცოტა მხეცი, ცოტა მაგრამ ეგ დასაფასებელია. ხო და მაგას ვამბობ. უბრალოდ მე იმიტომ არ ვგიჟდები, რომ მგონია რომ არ არის ეგეთი კაი ადამიანი დიდად თქვა თორე. როგორც პოდკასტერს ძალიან ვაფასებ და ვაუ, იმენა ძალიან იმპერია შექმნა. Good job. როგორც პოდკასტერი, როგორც ასევე სასმელის ინდუსტრიაში მყოფი ქალი. And well, ეგ გაზიანი სასმელი არის უბრალოდ, ხო? თუ რა არის? გონი ენერგეტიკული, no? Yikes. არა, ეს პოპისთან იყო. რომელი იყო პოპისთან? Okay, whatever. I don't know. ხო, გააგზავნე. Alex Cooper-საც ეცვა არ მომეწონა. არ მინახავს. Who was that? She looks good. No. Stop. She looks good. ჭრილი არ მომწონს ამ კაპის ხდები. She looks evil. Kinda. Yeah. მაგრამ იცი რა არის? ისეთი evil რაღაც ხო იცი რაღაც villain რომ და იყო ფილმში ეგეთი კაბა არის და სახეზე არის ისეთი პრინცესა. ხო. არის აბამება კაბა და მე კაბა არ მომწონს, აი ეს ჭრილი არ მომწონს, სხვა მხრივ კაი, ანუ შავ კაბაში ძალიან რთული არა შეცე ხალხო. მთლიანად შავი რო არის შენი კაბა, არ ვიცი. ვარ მე მომწონს. Okay, good. Love that for her. ხო კიდევ კაი ესე რო არის ჩი. What is this? What is that? შეიძლება სადმე ეცვა. Yeah. You will never know. ხო და რას ვამბობდით? Owen Thiel. Who is he? Owen Thiel არის ის ადამიანი, ვის პოდკასტსაც შენ უყურე. Kendall Jenner-თან ერთად. ავი. მაგბიჭის სახელი ვერ დავემახსოვრე. ვიცი რომ Emma Chamberlain-ის ძალიან ახლო მეგობარი არის და სულ ხდება თვალში. Adults რო გირჩიეთ ყველას რო უყურეთ, მეთქი მან თამაშობს Owen Thiel-ს, ფოტოშოპში ძალიან კარგად. მართლა? ანუ მსახიობიცა, მე მგონა გადაობდა ხოლმე. ნუ ხო, აი გადაობით რაღაც როლი გაიჩითა. Okay. კარაჩე ვუყურეთ Kendall Jenner-ის ეპიზოდს, მე სხვათა შორის დიდი ხანია პოდკასტებს არ მომისმენია და ამ პოდკასტს ძალიან მარტივად მოусმინე და რა ესე იგი რაზე გავაკეთებდი აქცენტს, რომ ჯერ ერთი რა Kendall Jenner რაც დაიბადა მაგის მერე ხო ძალიან აწובה რომ tomboy არის.
ყველა ხმამობს რომ she's so pick me ან რაღაც ხო მე მგონი რომ მართლა არ არის genuinely ხედავ რომ ანუ ეგ she was not into fashion maybe like she's a horse girl და ანუ იმენა ეთყობა რა it needs to be subbed is obsessia რო is valley girls არიან ძალიან ისეთი valley girl არის valley მგონი არც არ ნამყოფე ეგეთი valley girl vibe აქვს no babe valley არის ძალიან ისეთი valley არის ჩათვალე როგორ თქვა valley კარგი ცენტრალური უბანი არის LA-ს ჩათვალე პლეხანოვი მე რა და ეგ ცხოვრობდა ჩათვალე კაკლებში okay great მაგრამ ნახე ანუ ეს რო ძალიან ცხენები მიყვარს და ეს რაღაც southern რაღაცებ ანუ ეს რაღაც cowboy boots და რაღაც სტილი ეგრეაცია ხოლმე ცხენს რო Kyle Richards-აც იგივე ობსესია აქ რა გიგო Kyle Richards სხვა თემა არის და შეეშვი დედოფლებს უბრალოდ Kendall Jenner-ის ეს ყველაფერი არის ძალიან forced მომწონს იმიტომ რანაირად არის მაგისი იდენტობა ეს ცხენი და რაღაც ესეთი არ არის მაგისი იდენტობა ანუ ხდის ყოველთვის მაგაზე ლაპარაკობს ყოველთვის მაგას აკეთებს არა ეგ და Bella Hadid they need to be subbed Bella Hadid მგონი იმენა ორჯერ არის 15-ის იყო ნამყოფი როცა Yolanda Hadid ტიროდა იმაზე რომ მეორე ცხენს ვერ ყვედულობ Beverly Hills-ი ანუ I don't think they're making it up ეგ იქნებოდა საცილო მე რომ მეთქო რომ აი ერთი წელი რო დავდიოდა ჯერიძე რომ მეთქო რომ I love it so much და აი ცხოვრება არ შემიძლია მაგის გარშე და ადამიანი რომელსაც 3 თუ 4 ცხენი ყავს სახლში და she takes care of them. It is forced, I don't care. It's not forced. იმიტომ რომ ვაფშე სხვა გარემოში არის გაზრდილი და ეგ აწובה რომ ვარ ძალიან განსხვავებულია და აი 5-დან 4 ძალიან ერთნაირია და აი მე ძალიან სხვა ვარ და მე ცოტა ბიჭური ვარ და მე სხვა სტილი მაქვს და მე სახეზე არაფერი არ მაქვს გაკეთებული baby botox-ის გარდა რომელიც შუბში ორჯერ შევუშვი იმენა გოლია მერია მაგაზე. სხვათა შორის მე მგონია ახლა ნახე მე როგორც ლიბრა შუაში დავდგები და არც ეთას არ დავეთანხმები იმიტომ რომ მე მგონია რომ ძალიან ბევრი ადამიანს ავიწყდება ის ფაქტი რომ Kylie Jenner რო გამოვიდა და თქვა რომ თავისი ბუბჯა მქონდა გაკეთებული და დადო რა ქონდა გაკეთებული და ვისთან მთელი ინტერნეტი გაგიშებულიყო იმაზე თუ როგორი she's like so cool და ან საყვარელი და რაღაც ანუ ყველამ გაიაზრა და ყველამ გაიაზრა რომ rhododendron you're honest about your cosmetic procedures რომ ანუ it's cool და ანუ კარგი პიარია რა მაგიტო ყო მე დედამისმაც რომ დადო ვისთან გაიკეთა და თქვა ანუ she's not that dumb მიხზე და მე მგონია რომ ანუ Kendall Jenner-ს რამე რქონდეს გაკეთებული I feel like she would say მაგრამ ერთი მინდა თქვა ხალხო ცხვირზე იმენა ვერ ვიჭერებ მაგრამ ადამიანმა დაიფიცა ყველაფერი და მე ფიცს ვენდობი ძალიან მიყარხა მაგრამ ეგ Accutane ხო გაიგერა თქვა რომ ანუ Accutane ქართულად არ ვიცი როგორ არის აკუტანი ხო თუ აკუტანი I have no idea whatever აკნეს რაც არ ჩანს ძალიან ინტენსიური პრეპარატი არის რომელიც აი კანს გიხმობს და რაღაც აი ჰორმონალური დისბალანსი გერწყება და რაღაც ძალიან ისეთი ინტენსიური წამალი არის რა ცხვირს იმაშვება ათხელებს ანუ ცხიმსა რა It doesn't make sense ანუ bone structure რანაირად უნდა შეგიცვალოს რამე წამოვა Bone structure იცი რა შეგიცვლის შენ გითხრა რომ დასუსტე იცი როგორ გაცვლება სახა I know ანუ არა მე მომბობ რომ მე ცხვირი არ გეს ცხვირი არის ერთადერთი რაც რჩება იგივე დანარჩენი თუ ძალიან კახთი ცხვირი გიდიდდება მოცულობით თუ გასუქთი გიპატარავდება ანუ ცხვირი არის ანუ ეს რა მაინტერესებს იცი რობერტ დავიჭერე მან რომ baby botox-ზე კითხვა in my forehead ამ დედოფალმა მაგრამ ფილერს არაფერი არ თქოს და აი ვერავინ ვერ დამაჯერებს ტუჩში ხო there's no და ანუ მე რა მაღიზიანებ და ჯერ ერთი ეს Owen-ი თუ რაც ქვია ძალიან საყვარელი ბიჭია და აი ძალიან ვალიდაციას აძლევს და აი შენ ესეთი შენ ეგრე იქნებოდი სტაბ yeah we did the same ანუ ზუსტად ჩემი გაქანებით იყო მაგ ხრივ მაგრამ ეს რო იღებდა ამ ყველაფერს ის რო ეუნება რომ აი შენ Owen-ი ეუნება რომ აი likes-ო ვაფშე არ ამბობ შენო რა ანუ მეც კითხვა უნდა დავიწყო ისეთი კაი vocabulary გაქვს და ეს იღებს ამ ყველა კომპლიმენტს მაგის მე ვითვალე მე ლაიქები ხალხო და ვითვალე მაგრამ იცი რა არის დედოფალია ყოველ მესამე სიტყვაში likes ამბობდა და გოგო ისე მიიღო ეს კომპლიმენტი აუ კაი ნუ ამბობ აი იცი როგორი გოგოს ვაიბი დამიტავა აი კომპლიმენტებს რო არის მიჩვეული და რო სიამოვნებს მე ეგეთი ხალხი არ მიყვარს მე მინდა რომ კომპლიმენტს რო უნები და მიწაში რო ვარდება ანას რო კომპლიმენტ რო ხალხო პირიქით მგონი შეგაგენებს ანუ აი მართლა და რამდენჯერ გვაქვს ნალაპარაკები რომ ეგ არის არაადეკვატური რეაქცია კომპლიმენტი ადამიანმა ყოველთვის უნდა მიიღო და უნდა უთრო მადლობა ხო მე ამან იმენა ყველაფერი მიიღო და თან მეორე თუ დააკვირდი ხო ლაპარაკობს რაღაც ეს საწყალი ბიჭი ერთხელ უნდა და თავისი რაღაცის გაზიარება და ჩაეშრა მე მიხვდა რომ ძალიან ცუდად ჩაეშრა და ბოდიში დაამთავრა ეონება მაგრამ ვაფშე არ დაინტერესდა შენ ვისას ელაპარაკები
No, honey, it's not the same. Interrupting queen. No, honey, no, that's not the same. იმიტომ რომ კენდალი ლაპარაკობდა თავის თავზე, ანუ it was all about her. It's all about my opinions. ხვდები, what's the difference? ანუ მე self-obsessed კი არ ვარ, მე უბრალოდ ვარ განვითარებული outspoken person who has to share her thoughts. Yeah. That's the difference. Yeah. ამიტომ აი ეს არ მომწოდა გოგორო ჩაირთო ჯერ ყველაფერი მგონია რომ წინა ღამეს დაჭდა ჩამოწერა რომ აი ამაზე ეს უნდა თქვა ამაზე ეს უნდა თქვა ეს უნდა გადავფარო აი ჩემ ლესბიანობაზეც უნდა თქვა აუცილებლად იმიტომ რომ вообще ვიცი ახლა რა უნდა მკითხო კენდალიონება შუა პოდკასტში და ანუ უნდა მკითხო რომ აი ჩემ სექსუალურ ორიენტაციაზე ხო ანუ და იმენა არაპირებდა სტივ ხო მაგის კითხვას აპირებდი ეგ დაამოღამე вообще არაპირებდა უენი მაგის კითხვას და აი ხო ყველა ამბობს რომ ლესბოსელი ვარ მაგრამ ამდენი ხანიო ლესბოსელი რო ვიყო ხო დაუ coming out-დებოდიო ხალხო რა გჭირთა ხალხო აი თან გამაღიზიან I don't like her მე ნახე რაღაც შენიშნავ და გავაკეთო არსებობს ორი კატეგორიის ადამიანი მეგობრებო თქვენ თვალ წინ ახლა უყურებთ ერთი ადამიანი ვისაც ძალიან უყვარს hate watching-ი ერთი ადამიანი ვისაც უყვარს უბრალოდ რაღაც კონტენტის მიღება და აზრის გამოტანა არა ვისაც აქვს ანალიზის უნარი და ვისაც არ აქვს და ყველაფერს ჭამს შენ როგორ ხარ იცი აი ის რა ქვია სიტყვებს შორის რაღაც ეძებ რა ქვია deeper meanings და აი ეს ალბათ ახლა ასე ფიქრობ და იმიტომ რომ ანუ იმიტომ რომ I'm deep myself but it's giving a person a benefit of the doubt you're making up facts right now no honey იმენა რაც მომაწოდა იმ გოგამ ლანგრით იმას ვაანალიზებ მე მართლა მაქვს სერიოზული პრობლემა ძალიან ბევრ მეგობრებთან ვილაპარაკე მაგაზე რომ აი მეგობრები მეუბნებიან რომ oh my god I love to hate watch her you like literally I don't do that ანუ ძალიან ანუ მე თუ ადამიანი თქო არ მომწონს ან არ მევასება ზიცხი ძალიან დიდი სიტყვა არის და ძალიან ბევრი არ იმსახურებს მაგ ყველაფერს მაგ სიტყვას რატო უნდა დახარჯო შენი დრო ადამიანზე რომელიც იცი რომ არ მოგწონს უბრალოდ რომ მე ცუდი კომენტარი ან დაუწერო ან უბრალოდ აი დაიძაბო და შენ თავს ელაპარაკო ან მეგობრებს იმიტომ რომ გაიზარდო პიროვნულად და მიხვდა როგორი არ უნდა იყო ძალიან ვიზრდები ბევრი რამე ვისწავლე კენდალის ამ ინტერვიუდან მაგრამ მინდა ვთქვა ერთი რაღაც მე ჩემ იმას რა ქვია დერმატოლოგს უკვე დავუკავშირდი იმიტომ რომ PRP-ზე ვეწერები ანუ დავით რასაც ამბობს ვიკეთებო ერთადერთ პროცედურასო ძალიან ხშირად იცი 1000 პროცედურა არის I know it's expensive probably არა вообще არა იმაზე ამბობ ხო სისხლიდან პლაზმა რო გამოვაქვს და პლაზმათერაპია ხო და ანუ გაგნებაში არ იყო პლაზმათერაპია რა არის მაგრამ ან უხსნის რა ეს ძალიან ეშხში შევიდა კენდალი რო ჭკვიანი არის და ცოტა შეტოპა მან რა აი რა პროცედურა არის ეს ოუენი ეკითხება და ის ახლა როგორ ბრენდა ყველაფერს ამოღამე ძალიან შეტოპა რო ძალიან ჭკვიანი იყო და ახლა დაიწყო მოლეკულურ დონეზე ახსნა ამ ყველაფრის და მაგაში მე ანუ აი ის კაცები რო არიან ხო იცით პოლიტიკურ გადაცემებზე ერთმანეთს გაგინებენ ანუ ეგეთი ვაიბი გაქვს chill ხალხო მაშინებს ცოტა პოზიტივი ამ ცხოვრებაში ხალხო გთხოვთ დადარ ხო და PRP-ზე ერთადერთი რაც ვერ თქვა სწორად იყო რომ ატრიალებსო მართლა ესე ანუ ვერ თქვა სწორად that's what I was talking about she's not like a esthetician მე ძალიან მიყვარს სამედიცინო ლიტერატურის კითხვა და ძალიან გამზარდაო იმ ფაქტმაო რომ მე მგონი აკნე მქონდაო თუ რაღაცა და ბევრნაირ ექიმთან მიწევდაო შეხვედრაო და ძალიან მადლიერი ვარო მეო რა ესეთი შესაძლებლობა ხო ესეთ ექიმებს რო შევხვდიო მაგანო დამაინტერესაო და წიგნებს სამედიცინო ლიტერატურას კითხულობ მომღამაშლო გამომჩა Exactly. ხოდა აქ არის ვიღაც ვისაც არ რჩება რა. ამიტომ ხალხო კენდალ ჯენერი არ დამანახდა. ჩემთან გუბანში. მე მეგონა პირიქით პოზიტიური მეთმოდება, იმიტომ რომ აი ეს მიყვარს ქლოი მიყვარს, კენდალი ლეკორტნი I cannot. მე არ ვიტყვი კენდალ ჯენერს რაღაც ეგეთი ვაიბი აქვს, რომ აი შუა ქუჩაში რო შეხვდე, რომ აი ძალიან გაუხარდეს შენ ნახო რა. მაგრამ მე იმას ვამბობ, რომ არ არის აუცილებელი რომ შენ ნახო გაუხარდეს. არა. You know what speaks volumes? ანუ Emma Chamberlain-ი ვითამ ახლოს არის მაგათთან რა. კენდალის მეზობელია დაჟე ახლოს ცხოვრობენ და ანუ იჩთებიან ხოლმე ერთ წრეში და ოუენი იხსენებს რომ მე და ემაო ვიყავითო კენდალის ჰალოუინ პარტიზაო და როგორი უხერხული ინტერაქცია იყო ამათ შორის ანუ კენდალი იმდენად რაღაცნაირი არაუშუალო გოგჩო არის რომ იმაც კი ესე იმათ გზნობს არაკომფორტულად თავს მაგასთან ახლა ისტორია რა იყო მეგობრებო და მინდა რომ აი განსაჯოთ ანემ როგორ წარმოაჩინეს ყველაფერი რომ ვართ ამ ჰალოუინ პარტიზეო მივედითო მუსიკა იყო ძალიან ხმამაღალიო და
ერთმანეთის არ გვესმოდაო და Kendall Jenner ეკითხება ეუბნებაო იმას რა ქვია ემასო რომ ძალიან კარგად გამოიყურებიო და ძალიან ვიძახარო და ემა ეუბნება რომ კი yes რა ანუ აიგონა სხვა რაღაცას ეუბნებოდაო რა და მე მემკითხაო რომ შენ ანუ უბრალოდ მეცნობოდაო ანუ who are you და ანუ რაღაცა და მე ვუთხარი no იმიტომ რომ მეგონა რომ სხვა რაღაცას იყო საუბარია და ანუ რო წამოვედით ემა მეუბნება რომ we fucked it up იმიტომ რომ მემკითხაო რა we fucked it up with Kendall ანუ შენ რო ვიღად აი შენ რო შეგხვდა და მე რა საუბნება შენი ხმა რო ვერ გავიგო კარგად არ გავალ და არ ვიტყვი რომ I fucked it up with David იმიტომ რომ I do not overthink that shit. You overthink when you interact with those kind of people. Yeah, famous people. Exactly. Famous. Da ara easy going, da ara ჩაულებრივი. Da არის ჩემი კომპლექსი. Let's start with that. I don't have one. არა მე ვამბობ რომ ადამიანს ანუ იძაბება და ანუ მე ვიფაქრებ with her. That is your No, honey. No. You don't get it. ანუ რა გჭირს, რატო არ შეგიძლია კრიტიკული ანალიზი? ვიცი რომ უნარებში მე მქონდა უმაღლესი ქულა და ყველანაირი ანალიზი შემიძლია. Why? What is your issue, baby? Babe, I feel like you're just really trying to follow like a very popular opinion of. Is it popular? I think it is. ჯერტი ძალიან პოპულარული ეპიზოდი იყო, ძალიან ბევრი ნახვა აქ. Because they're fucking popular. That they have a lot of authority. ახლა Kendall Jenner or შეხვდები ადამიანი, ხო, ალბათ დაიძაბები, იმიტომ რომ she's fucking Kendall Jenner. Who the hell is she? ანუ რა გაუკეთებია ამ ცხოვრებაში Kendall Jenner? შენ გაკ biased opinion about her. არ ნიშნავს იმას, რომ I swear to God, ანუ კენდალი არის თელ ოჯახში ზუსტად ის ადამიანი, ვისაც არაფერი არ გაუკეთებია იმისთვის, რაც აქვს. ანუ სხვა ანუ კი მახო სახე გადაიძრო, მაგრამ ყველამ რაღაც გააკეთა. კორტნი მინიმუმ შეაწულა თავი მთელ სამყაროს. იმისთვის, რომ იყოს სადაც არის. კენდალი იმენა არაფერი არ გაუკეთებია. And I'm mad, you guys. And you're jealous. And I'm jealous, okay? And jealousy is a disease. I'm trying to cure you right now. ხო და ის რაც ახლა შენ ამბობ მე 100% არ გეთახვები. ანუ იმენა თითიდან გამოწვეული ის არის რა პრობლემა. ანუ ხუთი პრობლემა ჩამოგითვალე და ყველა თითიდან. მოგონი აღიარე მაინც რომ აგიანე რომ მოგონელი არის. რა? ის რო აი პარტიზეო რომ ანუ იმენა მოუგონე გოგოს. საბეჭი არ მომიგონებია, იმიტომ რომ არა იხალხო უსმინეთ გთხოვთ და დამეთანხმეთ მე. და თან მეცინება I'm mad. მე მგონია რომ ერთ წამს სერიოზულად მინდა ვილაპარაკო იმაზე რომ I feel like you are in your like women hatred era. ძალიან მე ვიყავი one and only Vince დაიცვა Jeff Bezos თოლი დედოფალი Lauren Sanchez-ი. ანუ ერთადერთი ვიყავი. ერთადერთი ვარ. It's volumes of VC-ს. ერთადერთი ვარ ვინც გვერდში უდგას ყველა სექსუალურ ქალს, ყველა ქალს Vince სახეს იძრობს რომ იყოს იქ სადაც არის და რას მეუნები რომ მე ვიღაც spoiled ბავშვებს ვინც ყველაფერი აი ესე მიიღეს როტას არ ვუკრავ როგორც შენ მე ვარ ცუდი and I'm the bad one. რაც გეშტალტური პრობლემა არის ბავშვების რომ you did not get that and like you're very mad. მე არ ვამბობ რომ Kendall Jenner ყველაზე ნიჭიერი ადამიანი არის და არ ვამბობ რომ we all make up stuff about რითი არის გამორჩეული გთხოვ? ანუ ერთი მოდელი, top მოდელი, ერთი წელი იყო ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოდელი. Good for her. For what? Rocks. ბევრი იმუშავა სხვებთან შედარებით, ბევრი კასტინგებზე იყო და დაიმსახურა. რატო აქ ყველაფერი? ანუ იყოს დაუშვათ როგორც არის ვიღაც აი Hailey Bieber როგორი მოდელიც იყო რა. ანუ რაღაცას რა ხლაფართობდა თავისთვის, всё. მაგრამ მაგ გოგოს ვალიდაციაც მისდის ყველაფერთან ერთად და ვისგან? და ჰეითი. და ჰეითი არ მისდის Kendall Jenner-ს. ანუ I'm sorry, ჰეითი მომდის მე და ეხა Kendall Jenner-ს თუ მოვა ძალიან. მე მგონია რომ ეს on a serious შეიძლება შეგვიძლია ჩამოჭოთ. მე მგონია რომ ის ჰეითი რაც მიიღე ამ თემებთან დაკავშირებით პოდკასტს ახლა ძალიან გაგაბარო და არ მომწონს. სერიოზულად ვამბობ. იმენა I swear to God მე პროსტა ანუ მართლა ანუ ძალიან რაღაც აი ისეთ დაბოღმილი ადამიანად არა ანუ one after another სულ ნეგატივს ამბობ და მე არ მინდა რომ დამის გასაადამიანს TikTok-ში გიწერს იმ კომენტარებს იმენა გაჩერდი it's not like that უბრალოდ არიან ვიღაც აი ვიზე ვილაპარაკე სხვა ცუდი ერთი Kendall Jenner-ს ამბობ იმიტომ რომ არ მომწონს რა ვქნა მომკალი ციმი ხო მაგრამ ეგ არის biased opinion მე მაგას ვამბობ და მე მაგას შეცნაუდა და მე არ ვყვი გეუნები არის მიკარდა მაგრამ ჩემთვის ეს სუბიექტურობა არის ჩემი ობიექტურობა შიდა ობიექტივი ხო და shut the fuck up ხო თქვენც albათ ამეთან აი Khloe Kardashian რა ყოფილიყო ტაჩ დაუკრავდი Khloe Kardashian მეც ძალიან მიყვარს მე არ ვამბობ am I allowed to hate someone please no you're not allowed I am hating someone is miserable
მაკეიფ. და ჰეითი არა, ჰეითსაც არ იმსახურებს ეგ ჩემგან. მე უბრალოდ ინდიფერენტულად ვარ. სუმინდა და ეს მე თქვა ვიღან. ეს თუ ინდიფერენტულობა არის, მეშინია ადამიანი ვინც გასისხება. მაგას ერთადერთი რაც კარგი მოყვა მართლა იმას რომ ტრიმინი baby botox-ი გავიგე რა არის, იმიტომ რომ არ ვიცოდი რა სნიშნავდა და ალბათ მე 2 rounds of baby botox in my forehead. მინდა That's what she said. და PRP-ც ძალიან მინდა. მაგრამ PRP-ს არ დიხარ. ანუ მარტო botox-ი მაქვს გაკეთებულია. მხოლოდ 2 რაუნდია და ეგეცო გავაჩერა, იმიტომ რომ ჩემს თვალსა და წარბს შორის პატარა ადგილი არისო და ის რომ მიშეშთებაო, მე რომ მიმიკაო აღარ მაქვს სახეზაო და ანუ ეგეც არ მინდაო რა, მე მინდაო რომ სრულიად ნატურალური ვიყო. მაგრამ მიმიკა მართლა ქონდა წარბები რო აწე, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ აწევ მაგდენ წარბს, როცა botox-ი გაქვს. არაბინ არ წამებს ცილს რომ botox-ი გაიკეთე თუ არა, we don't care about that unless you're 50. ხა, ყველას აინტერესებს სხვა ყველაფერი. სხვა ყველაფერი რა? ცხვირი, ტუჩები. წარბის აწევა რომ ის გაგეწიოს, that's all. რა გასაძახიან fox lift რაღაცა. არც მაგრამ მე მგონია რა და იცი სად მაქვს შემჩნეული housewife-ებშიც მაქვს შემჩნეული რა how they get away with stuff. რა ანუ I've never done cosmetic procedure and I've never done surgery. იმიტომ რომ filler surgery თქვა არ ითვლება და შეიძლება მაგონორით და აქაც რაღაც botox კონკრეტულ სიტყვაზე ქონდა ჩაჭერა. მაგრამ filler უეჭველი. არ მგონია რომ აი აქ სადმე ქონდეს filler-ი there's no way. ხო არც მაგრამ ტურცე უეჭველია. არა მე არ ვამბობ რომ ცუდი გოგო ანუ ლამაზი გოგო არის უბრალოდ ანუ ნომერ პირველი შემოსავლიანი მოდელი რო იყოს არ არის ეგ გოგჩო რა და არ იმსახურებს. მაგაში გეთანხმები 100%. ანუ მე არ ვამბობ რომ she's not a nepo baby. მგონია რომ nepo baby-ს ყველაზე მარტივ ნათელი მაგალითი არის. მაგრამ ისიც არ მიყვარს აი მესმის თქვა აი number 1 paid model რო იყო მართლა მაგისთვის საჭირო არის ალბათ არანორმალურად იმუშავა რა და არ მგონია რომ ცოტას მუშაობდა მაგრამ არ მგონია რომ იმდენს მუშაობდა რომ ეგ დაემსახურებინა მაგრამ მე არ მიყვარს რომ ადამიანს ეგ შრომად მაინც დაუკარგო ან მიცი მე მგონი ყველაზე მეტად რამ გამაღიზიანა ის კი არა რომ აი კარგვიძე არის და ამას ამბობს რომ არ გამიკეთებ იმიტომ რომ კიდე რაც უნდა გაიკეთებინა რაც არა ის რომ იმ იმიჯს ქმნიდა რომ არის ძალიან ჭკვიანი და ნაკითხი აი წყობიდან გამომიყვანა მაგრამ მგონი რომ პირიქით ის ანუ თვითონ ხო ის მართლა არ დამიმოღამები არის რომ იმას ვკითხულობა მაგრამ არა აი იმენა წყობიდან გამომიყვანა მაგ ფაქტს მაგრამ ხალხი არის PhD-ს იცავს და სახეს იძრობს ანუ ალბათ chain personality-სგან ცოტა სხვანაირი იყო იმიტომ რომ მე ხომ მიყვარს ჩემი თავი რომ dumb down და რაღაც ცოტა გავიშტერო და ეგ პირიქით რო ცდილობდა რომ უფრო მაგარი გამოჩენილიყო აი ამის ტოლერანტობა არ მაქვს that's the issue you know ხო მაგრამ მე მგონია რომ there's something else ვიცი რაზეც ლაპარაკობ просто ვერ ვხსნი იმიტომ რომ ის კი არ იყო რომ რაღაცა კონკრეტულად მისია ქონდა რომ წარმოჩენილიყო რაღაც ძალიან ჭკვიანი ის იყო უბრალოდ რომ მე მგონია რომ Owen ცოტათი ძალიან fangirling მომენტში იყო რა მეც ეგრე ვიქნებოდი და Kendall Jenner-იც რო დაგესვა ხო არ მევასება იმენა გავწვებოდი და ფეხებს დაუკოცნიდი ხო და ეგ ახლა პოდკასტი იყო ინტერვიუ რო ყოფილიყო საშინელება იქნებოდა იმიტომ რომ ინტერვიუს დროს არ შეიძლება ეგეთი ისა რა ქვია დამაკიდებულება მაგრამ მე მგონია რომ უბრალოდ აი ის რომ he was hyping her so much up ანუ ეგეც ხოდა she was owning that ანუ მაგასაც იღადავეს რომ ანუ I'm saying like stop so much იმიტომ რომ stop რამდენჯერ უნდა თქვა მართლა ადამიანმა stop თელი ჩაიჯუიე თქვა და ისიც აღარ ეტყოდა მუნმონი ხო ტვირნი stop ამით არავინ არ გაჩერდა ანუ Hailey Bieber-საც ხო უყურა სულ უყურებ ხოლმე მაგ პოდკასტს просто სახელი ვერ დავიმახსოვრე დღემდე მაგრამ სხვებზე არ მქონია არასდროს ეგეთი განცდა და ამაზე ეს ალბათ ყველაზე A-list არის ხა Hailey Bieber-ის A-list არის მაგრამ ხო ხტები ეს ძალიან ხოდა could be that I don't know you guys I'm sorry ანუ არ მინდა რომ ბოროტი გეკონოთ I'm not the one but I want you to chill the fuck out I will I swear to God Kendall Jenner-ზე ვაფშე აღარ ვიფიქრებ არასდროს და ჟან follows გავუკეთებ ხა Instagram-ზე რასაც იმას ვშობი რა ქვია ვერანაირად ვერ დავკარგავ Kendall Jenner-ს არის გემონება interior design-ში ფენომენალური ახლა სტილისტი არ არის ხო ახლა interior designer-ი აკეთებს ყველაფერს just not უბრალოდ კის და არა სტილისტი არა გემონებას არ უკარგავ იმიტომ რომ ეგეც რომ მოგწონდეს გემონება უნდა თონდეს მაგრამ მაგდენი ფული რომ აქ ანუ იმენა ძალიან უგემონო უნდა იყო რომ ცუდი სახლი ქონდეს ხტები არა babe ძალიან მარტივი არის რომ ბევრი ფული გაქვს აი თუნდაც შენი Lauren Sanchez okay და კიდე ძალიან მომწონს Kendall Jenner-ის მანქანების კოლექცია ძველებური მანქანები რაღაც ხა მაგარი გემონება აქვს მართლა I agree Yeah. Okay, I'll give her that. If you're happy. Then ანუ ალბათ PRP-ს ის ახლა და ანუ ეს micro needling-ს გეთებნა ეს გოგო ასლოკინებს და ანუ აი თვალში შეეცვა.
Love that for me. ისე მართლა ეგ რეალური იყოს, აი რო შენზე რო ადამიანის რიგს უგან ლაპარაკობს, რა სლოგინებ და ცნობილი ადამიანი ხარ, აი უნდა მოკვდეს სლოგინში. კი, მის უნდა სლოგინებს ხო? ხო. და სლოგინავთ ხო ამ აზრებს? Bitch. მინდა და ორი სიტყვა მეთქვა. Sarah Jessica Parker-ი თურმე არსებობს ცერემონია Golden Eve. Golden Globes-ის წინარი რა და სადაც ჯილდოვდებიან რაღაც გამორჩეული რაღაც ჯილდოთი whatever I don't know honorary awards და ქვენ ქალს წაღარ გითხარი Carol Burnett რომელიც ხათაშორის ღებულობს მონაწილეობას Palm Royale გახსენებთ რომ ისე უყუროთ Carol Burnett is ჯილდო გადაეცა და კაროჩე ეს არის ტელევიზიაში რაღაც დამსახურებული წვლილისთვის რა წელიწადში ერთხელ გადაეცემა და it's a big deal. Sarah Jessica Parker-ს ქონდა სპიჩი, ანუ თავისი ოჯახი იყო წასული, ანუ იმენა მაგის აღამა იყო ჩათვალა, ისეთი კაი სპიჩი იყო, ხალხო აი ეგ იყო იმენა ბრავო. ჯერ ისეთ სიტყვებს ამბობდა. I've never heard of that. I like give it to me იმენა dictionary ქონდა Oxford-ის. Zanjwe, ანუ აი ნაკითხი და რაღაც ძალიან ელოკი ლაპარაკობს წინა ინტერვიუებიდან, მაგრამ აქ ეხა ეს სიტყვა მომზადებული ქონდა, აი ძალიან გაწონასწორებულად, ძალიან კარგად და ის ფაქტი ხალხო მე კიმ კატრალი ძალიან მიყვარს, სამანტა ჩემი საყვარელი character არის, მაგრამ აი რა პონჩი ვერ უგებენ ერთმანეთს, ანუ ცოტა ვიზმენდები, იმიტომ რომ ორივე ხო, შარლოტიც და მირანდაც სარას დაუდგნენ გვერდით და აქაც გაყვნენ, მირანდა არ იყო და ვიდეო ჩაუწერა, რომ აი შენთან ვარ ძალიან მიყვარხარ და კიმ კატრალში ხო არ არის პრობლემა, იმიტომ რომ უცნაურია. იმიტომ რომ დამთავრდა ეს სერიალი და ისინი მაინც ამის დაქალები არიან, ამიტომ let's think about that. There's always two sides, მე მგონია რომ ერთი მხარეც რაღაც იმართლე ექთან, მაგრამ აშკარად ისიც პრობლემურია, იმიტომ რომ მე აქამდე ისე ვუყურებდი, რომ აი Sarah Jessica არის იმენა ქაჯი და კიმ კატრალს რა პონჩი რაღაც გაუკეთა, რაც არ ვიცით დღემდე რა მოხდა. მაგრამ ფაქტი არის ერთი, რაც დაამტკიცა ამ reboot-მა, რომ ერთი პერსონაჟის გამოკლებით სამწუხაროდ არც თუ ისეთი კარგი. გამოუკლებლადაც უქნიათ reboot-ები და მაინც არ გამოდის ხოლმე. It's not about that. The journey I enjoyed. And just like that. მეც მომეწონა and just like that. პირველ სეზონის გამოკლებით, პირველ სეზონის საშინელება იყო მართლა. იმიტომ რომ პირველი სეზონიც რატო არ მოგვეწონა, აი გარდატეხა იყო ძალიან დიდი და ჯერთი ძალიან აწვებოდნენ ამ რაღაც non-binary, რაღაც woke რაღაცებს. და მე რიცი როგორ იცი რომ ანუ აი ადამიანი ვინც არის woke ეგრე არ ლაპარაკობს, მე ვთქვი რას ვამბობ ანუ აი ძალიან forced იყო. ხო, ძალიან forced იყო მართლა, აი მაგაში გეთანხმება. Thank you. Oh my god, finally, let's end here. And just like that. That's what I'm talking about. Okay, შერის თქვა გინდა და გითხარი და დავას. მე იგივე მნიშვნელობის არის მეგობრებო, მინდა გავცე რეკომენდაცია. ახალი ობსესია მაქვს. მე არანაირად რო რეკ ტიპი, რო ჯიმიდან რო გამოდის, რო დავლიო, აი protein shakes რა. არ შემიძლია. არ თქვა რომ გახდი. არა. მაგრამ ვიპოვე ძალიან კარგი ალტერნატივა, რაც არის food good-ი. Food good ხო ძალიან ვაწვევი ბოლო პერიოდში. ვიღაცა მიაწვინეთ ხმა, იმიტომ რომ გიждდება ბიჭი. ჯერ ეს ერთი ბრტყელი თავსახურები აქვთ. მარტო მაგას შეგვიძლია დავამთავროთ, მაგრამ აქვთ ერთი smoothie, რომელსაც ქვია mango-go. Mango-თია? Mango აქვს, ისა კოკოსის პიურე აქვს, ბანანი აქვს. ანუ ფენომენალური არის ხალხო აი რამდენი კალორია აქვს 200 რაღაც 290 ნუ 300-მდე არის უფრო ახლოს რა მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს თან კაია how much is it 14 ლარი ერთ რაღაც და ანუ აი ისეთი გემრიელი არის ყველას გიჩვენოთ რომ გასინჯათ გთხოვთ და საჭმელიც კარგი აქვს სულ და ტრიფელის ბურთულები რო არის შოკოლადის really საოცრება არის და 80 კალორია არის we'll give it a try yes აუცილებლად ყველამ მითხარით რომ მოგეწონებათ თუ არა Okay, that was it, you guys. We love you so much. We love each other as well. You guys are in the real life. მაგრამ პირველად არის, იმიტომ რომ ცხოვრებაში ძალიან ხშირად გვიჩხუბია ეგრე. მაგრამ ეს ხუბი არ არის. ხო, ანუ მაგას ანუ მე და შენ იმენა რაღაცას ნაწყენები არ ყოფილვართ ერთმანეთს. ხო, მაგრამ ეგეთი მაგას ვამბობ, ესეთი pop კულტურაზე ასთა სხვადასხვა სულ გქონდა. სულ გვაქვს. და შენ სხვანაირად უყურებ რაღაცას, მე სხვანაირად, as you can tell. Thanks for watching, you guys. და გნახავთ იქით. დაგვალაიკეთ. I swear to God, ხალხო დაგვა subscribe-ით. თორე I'm going to fucking lose it. ანუ მართლა დავიღალე. ვიღაცა რომ მეკითხება რომ რამდენი subscriber-ი ყავს და მე რომ 2300 ვეუბნები. ბარემ ვიყიდოთ ეს. ხო, ვიღაცამ გვიყიდოთ, იმიტომ რომ მე ცოტა მიტყდება შეპაში რომ ვიყიდო. აი ხო შეიძლება რომ ვიღაცამ გიყიდოთ. ჩვენ მივცეთ ფული და
რა დახარჯო ხომ და ანუ ცოტა რომ ისე სათქმელოდ კაი იყოს, იმიტომ რომ მართლა კაი აუდიტორია ყავს, პროსტა რიცხვებში რო გადამყავს. თან იმას კი არ გეუბნებია რა, აი რამდენი ნახვა გაქვს. არა, რამდენი subscriber და follower. It's not a lot, so let's change it, you guys. Back. შემდეგ კვირამდე.